გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ კიდევ ერთხელ გამარჯობა. ჩემი სახელია ჯონი და მე ვარ production studio Bufflabs-ის თანადამფუძნებელი და დღეს მინდა გესაუბროთ საერთოდ რა ჯანდაბად გჭირდება AI, ხო? იმისათვის რომ წარმოიდგინოთ რა პოტენციური პროფესია შეიძლება შეიძინოთ მომავალში. ყველა სტუდენტები ხართ ხო, რაღაც პირველი, მეორე კურსი, რაღაც ასეთი. მეოთხე კურსი, nice. ხო და შევეცდები რომ დღეს ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, მოგიყვეთ, რაღაც პატარა ისტორიები ჩემზე დაახლოებით, რას ვაკეთებდი ჩემი ცხოვრება, ასე ეხლა რას ვაკეთებ და რა მგონია საერთოდ რომ შეიძლება იყოს მომავალში რა. აი, მოდი გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. სხვათა შორის მე რომ სტუდენტი ხდებოდი და სანამ გავხდებოდი, წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ დედამიწის ზურგზე რა უნდა მესწავლა, რა უნდა მეკეთებინა რა, სკოლა ოკეი, რაღაცებს სწავლ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, მაგრამ ბრახ, მოდის ეტაპი რომ უნდა აირჩიო რაღაცა, სად ისწავლო, როგორ ისწავლო, რა პროფესია გამოგადგება ცხოვრებაში, ხო? შეიძლება ერთი რაღაც გაინტერესებდეს და მშობელი გეუბნება რომ უეჭველი კბილის ექიმი უნდა გამოხვიდე რა, სულ არის ხოლმე ეგ მომენტები. ძალიან წარსულში რომ არ გადაუხვია, ხო, მაგის პრობლემა იყო რომ არ არსებობდა ინფორმაცია, სადაც შეგეძლო მიგეღო, აი მაგალითად რა არის გრაფიკული დიზაინი. იმის დამიუხედავად რომ ხატავდი რაღაცებს, ვაკეთებდი და ასე შემდეგ. ძალიან რთული იყო მაგ ინფორმაციის მიღება და თქვენს დამეთანხმებით ალბათ რა keyword-ებიც არის, მაგას ვერ დასერჩავ Google-ში, ხო? შეიძლება გრაფიკული დიზაინი დასერჩო, მაგრამ ძალიან რაღაცა აბსტრაქტულ რაღაცად მოგეჩვენოს რა. ზუსტად მსგავსი რაღაც ხდება ჩემი აზრით AI-ში, იმიტომ რომ ხშირად როდესაც ბევრ ადამიანებს ხვდები, მათ წარმოდგენაში AI არის ეს რაღაც აბსტრაქტული ტვინების გროვა, სადღაც გამოკეტილი, რომლებიც თავისთვის ფიქრობენ და რაღაც პასუხებს გვიბრუნებენ, რაც საბედნიეროდ არ არის სიმართლე. თუმცა არ ვიცი ბოლო პერიოდში თუ ნახეთ ადამიანის ტვინის ნეირონებზე აწყობილი რაც კომპიუტერი რომელიც დუმს თამაშობს, ხო? ხო სიგიჟე, ანუ და მომავალშიც იმის და მიუხედავად რომ ბევრი ადამიანი ამბობს რომ AI არ ჩაგვანაცვლებს და ასე შემდეგ, ეგ არავინ არ იცის, ანუ ძალიან აბსტრაქტულ ეპოქაში გადავდივართ, სადაც ნელ-ნელა ფეხი უნდა აუწყოთ რაღაცებს, ანუ არ ვცდილობ რომ შეგაშინოთ ან რამე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცების გადაფასება უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა, რომ მომავლისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიყოთ, ასე ვთქვათ რა. შესაბამისად, ხო, დღესდღეობით რა მოცემულობაც გვაქვს. ბოლო 2 წელი ვასწავლიდი ComSchool-ში რა და ჩემ კურსს ერქვა კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით რა და ძირითადად შემთხვევებში საუბარი იყო ფოტო-ვიზუალურ კონტენტზე და არა რაიმე სახის სხვა კოდზე და ასე შემდეგ. მე პროფესიით ანუ პროსტორად არასდროს არ მისწავლია კოდი, რა კოდის ვიცი, ეგეც უბრალოდ დამოუკიდებლა და ინტერესის გამო დავიწყე სწავლა და რაზე მინდა ამ ნაწილში საუბარი რა, ხშირად როდესაც გამოდის ხოლმე რაღაც თულები ან გამოახალი ელემენტები და ასე შემდეგ, გონია რომ რაღაც ზღვარი არსებობს და მაგ ზღვარის იქით, ასე ვთქვათ, აღარ ვიწყებთ ადამიანები ფიქს და რას გულისხმობ რა მაგაში, აი ერთი ძალიან კაი მაგალითი შეიძლება იყოს ის, რომ გვაქვს რაღაც, არ ვიცი, ტექსტის ფაილი, რომელშიც წერია ბევრი ინფორმაცია, არ ვიცი, რაღაც სტატისტიკა შეიძლება იყოს და ასე შემდეგ რა. მაგ შემთხვევაში შეგვიძლია პირდაპირ მოვაკოპიროთ ეგ ტექსტი და არ ვიცი, ჩავუგდოთ ChatGPT-ს და უთხრათ, რომ მოდი ამ ტექსტის ანალიზი გამიკეთე, რასაც გააკეთებს ChatGPT ნებისმიერ მოდელს. მაგრამ ასევე შეგვიძლია ცოტა განსხვავებულად ვიფიქროთ და გავაკეთოთ მაგალითად ამ სტატისტიკის პირდაპირ ვიზუალიზაცია, ხო? იმიტომ რომ ადამიანები მაინც თვალით უფრო კარგად აღვიქვავთ ისეთ რაღაცებს, სანამ ვიდრე ტექსტს წავიკითხავთ რა. და როდესაც ComSchool-ში ვასწავლიდი ხოლმე, ყველას უცბად გული უსკდებოდა, რომ ამბობდი, რომ აი HTML ფაილი უნდა დავწეროთ და ეგრევე კოდის წერას ვიწყებ და რაღაც გული უსკდებოდა ხოლმე რა ხდება, ანუ ჩვენ ამისთვის არ მოვსულვართ აქ. მაგრამ რეალურად შენ არ გჭირდება კოდის წერა იმისათვის, რომ მოახდინო, არ ვიცი, ყველაზე მარტივი თუნდაც შენი პატარა დატას ანალიზი და გააკეთო ვიზუალური
არ ვიცი, გამოხატულება უმარტივეს ერთ HTML-იან ფაილში. ისე რა პროფესიების ხართ მაინტერესებს? ოკეი. და მოდი ამისთვის პატარა მაგალითი გავაკეთოთ, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 დღის წინ გამოვიდა ესეთი მოდელი, რომელსაც სახელად ქვია Claude Opus 4 და 8 და ამ მოდელს ძალიან კარგად შეუძლია, ასე ვთქვათ, კოდის წერა რა და ძალიან საინტერესოდ აკეთებს რაღაცებს. ამიტომაც პროსტა ამ პრომპტსაც ახლა პირველად გავტესტავ თქვენთან ერთად, მაინტერესებს როგორ გააკეთებს 2D side scrolling თამაშს ეს ჩვენი Claude მეგობარი. და მოდი ვნახოთ. Write everything into a single HTML file. და რატომ მეუბნებით single HTML file? იმიტომ მეუბნებით მაგას, რომ იმ კოდს, რასაც დაწერს, ჩვენთვის უნდა იყოს მარტივად გახსნადი, ხო? ანუ რომ დავაჭერთ, ეგრე უნდა გაიხსნას, უნდა შევხედოთ რა არის, როგორ არის, ასე შემდეგ, ხო? მე თუ დავიწყე იქ რაღაც დეტალურად სხვადასხვა ტიპის ფაილების შექმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შორს ვერ წავალ, იმიტომ რომ არ მაქვს ეგ ცოდნა, რომ ეს ფაილები ერთ სისტემურ ადგილზე მოვაქციო და ეს გავხსნა, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ერთ HTML-იან ფაილში ვიმუშაო. ასევე, კარგი არის ერთ HTML-იან ფაილში მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ POS ინტერფეისში, მაგალითად, HTML-ის გაკეთებას რომ დაასრულებს, პირდაპირ გვერდით გახსნის ცალკე დაფას, რომელიც მოახდენს ამ თუნდაც თამაშის, ინფორმაციის და ასე შემდეგ ამის ვიზუალიზაციას. მოდი, სანამ ეს მორჩება, ჩვენ შეგვიძლია კიდევ სხვა ჩატი გავხსნათ. და იმ ჩატში უთხრათ ესეთი რაღაც create a sample statistics about AI adoption in Georgia and visualize it with charts and graphs. წერტილი write everything into a single HTML file. სანამ ისიც გვიწერს, მოდი აქაც გავაკეთოთ, რომ ორი სხვადასხვა მაგალითი გქონდეს. ხო, მოკლედ ამ ყველაფრის იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან უნდა ცადოთ ხოლმე, რომ გამოხვიდეთ რაღაც მომენტში თქვენი კომფორტის ზონიდან და თქვათ, რომ ოკეი, ვცადე 5 ჯერ მივწერე, 5 ჯერ უთხარი, რა მინდოდა, ხან გააკეთა, ხან ვერ გააკეთა, დავიღალე ამ დაწერილის წაკითხვით, რა შეიძლება გავაკეთო იმისათვის, რომ უფრო სწრაფად წავიდეს პროცესი და უფრო კარგად წავიდეს პროცესი, ხო? ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი გამოსავალია, რომ HTML ფაილად დააწერინო და მე ამისი ვიზუალიზაცია მოახდინო, შეიძლება იყოს კიდევ ძალიან ბევრი მაგალითები და ამ მაგალითებსაც გაჩვენებთ ცოტა ხანში. ესეთი ძალიან საინტერესო პლატფორმა გვაქვს, რომელსაც სახელად ქვია Lovable. და Lovable-ში ესეთი პატარა ძალიან მოწყენილი ვიჯექი სახში არ ვიცოდი რა მეკეთებინა და მოდი მეთქი არავის არ გაუკეთებია აგენტი, რომელსაც სიტყვიერად ეტყვი, რომ არ ვიცი, შემიქმნენი რაღაც როკ მუსიკა, ან ელექტრონული მუსიკა და ამას გაიკეთებს. და თან მინდოდა ისეთი ინტერფეისი, სადაც ჩატით ვეტყოდი, რომ მოდი, კაი, ეხა დრამები მოაშორე, ეხა ჰაი-ჰეტები დაამატე და ასე შემდეგ რა. და მოკლედ ჩვენ Lovable-ის პლატფორმაზე უბრალოდ სიტყვიერად გავაკეთე ესეთი პატარა ინტერფეისი, სადაც შემიძლია რომ აქ ჩატის ინტერფეისში მივწერო ენობრივ მოდელს, თქვათ რომ გამიკეთოს. მოდი გავტესტოთ. პირდაპირ რა არ ვილაპარაკო ამდენი. Techno music. ნახოთ რას გააკეთებს. Media API არ გამითავდა. Add more instruments. დამატე კიდე რაღაც ინსტრუმენტები რა. და შეგვიძლია ხა მაგალითად უსასრულოდ ამას მივწეროთ. და რა არის მაგალითად ამაში საინტერესო? დღეს თუ ყავს DJ-ები, რომლებიც
ანუ DJ-ს არაფერს არ ვერჩი, ძალიან კაია, ძალიან საინტერესოა, მეც ვიყავს მუსიკა და ის ადამიანები, ვინც მიქსავენ ამ მუსიკას, მაგრამ ისი თქმა მინდა ამით, ხო? როდესაც ეგ ადამიანები რაღაცა უდგებიან, კაი, გავთიშავ ამას, თორე გაგიჟდება. ეგ ადამიანები ხმარობენ იმ ტექნიკებს, რომლებიც წლების, 10 წლების განმავლობაში შეიქმნა და დღესაც DJ-ები რასაც იყენებენ, არის მეთოდები, რომლებიც მართლა 10 წლების წინ შეიქმნა, ხო? ეს პატარა პლატფორმა არის იმის მაგალითი, რომ მოდი ხო არ ავდგეთ, გავაკეთოთ რაღაცა და უცადოთ ახალი მეთოდი იმის, თუ როგორ შეიძლება live რეჟიმში დაუკრა მუსიკა, ხო? ამ შემთხვევაში ახლა input-ად ვიყენებთ უბრალოდ ტექსტს, რა მოხდება, რომ მომავალში უბრალოდ მქონდეს მიკროფონი გაკეთებული, აქეთ იქით ვიარო და თან ვუთხრა, რომ ეს მუსიკა ამასთან გადამიქსე, მოდი ახლა ამ მუსიკას მოაშორე სხვადასხვა ინსტრუმენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, ასე ვთქვათ, იმის, რომ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ თულები იმისთვის, რისთვისაც არც ყოფილა არასდროს განსაზღვრული, ხო? კაი, მოდი ვნახოთ ახლა რა დაგვიგენერირა. ჩვენმა პოემ და ხო, პირველი რაც გავაკეთეთ, კი არა და მეორე რაც ვთხოვეთ, იყო რომ AI-ის adoption-ი როგორ მიდის საქართველოში, გამიკეთეთ შარტები, გრაფები, რა თქმა უნდა, ეს მოგონილი დატა არის, შეიძლება არ შეესამავებოდეს რეალობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება სუფთა გასუფთავებული ჩვენს მიერ მოპოვებული დატა, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება, ხო? და ამ შემთხვევაში ახლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი რომ დაეწერა სიტყვიერად, რამდენ დროს დავკარგავდით რომ ეგ ყველაფერი წაგვეკითხა, ვიდრე რომ უბრალოდ ამ ერთ HTML ფაილში, სადაც ყველაფერი ძალიან აშკარა და ნათელია, შეგიძლია მოხვიდე და ნახო ის ასპექტები, რომლებიც გაინტერესებს და არა გადაიკითხო რაღაც ხუთგვერდიანი, არ ვიცი, რაღაც ტექსტი რა. აი ვნახოთ თამაში რაღაც ესეთი მარიოსნაირი ხო, ეს არის ერთიც დიდ გაკეთებული მაგალითად რაღაც პატარა თამაში, ხო? ცოტა დრო რო დავუთმოთ ამას, რაღაც ისე დონეზე შეგვიძლია მივიყვანოთ, რომ გვექნება რაღაც გამართული სასაცილო თამაში, რომელიც შეგვიძლია პირობითად გაუზიაროთ ჩვენ მეგობრებს, ხო? თამაში სხვა რაში უნდა გამოვიყენოთ. ხო, ესეც ერთ-ერთი მეთოდი, ასე ვთქვათ, ენობრივი მოდელების ალტერნატიულად გამოყენება და ეს არ ეხება მხოლოდ ენობრივ მოდელებს რა. და გეტყვით რატომ არ ეხება? მაგალითად, წეგან რომ ვსაუბრობდი, კინო ინდუსტრიაში და ზოგადად production ინდუსტრიაში ძალიან რთულია AI-ის გამოყენება იმ კუთხით, რომ არ გაქვს ხშირ შემთხვევაში კონტროლი რა. და გიწევს, რავი, სათითაო კადრების ცალ-ცალკე, ну, ყოველ შემთხვევაში გიწევდა სათითაო კადრების ცალ-ცალკე დაგენერირება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მე რამების ვიდეოებად გადაქცევა და ну, არ იღებდი კონსისტენტურ ვიდეოს და იღებდი ეგრეთ წოდებულ AI slops, რაც ალბათ გაიგიათ AI slop-ი. თუმცა ნელ-ნელა ადამიანებმა დაიწყეს ამების ადაპტაცია და მოფიქრება რაღაც solution-ების, ხო, როგორ შეიძლება რომ მაგალითად ფოტო მოდელი, რომელიც გიგენერირებს ერთ ფოტოს, როგორ აისწრაფო შენ საქმე და დაგიგენერიროს უფრო კონსისტენტური რაღაცა, არ ვიცი, დაგიგენერიროს 4 კადრი ერთ ფოტოში. ხო? აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ ჩვენ შეგვიძლია იმის მაგივრად, რომ ერთი ფოტო დავაგენერიროთ, ავდგეთ და პირდაპირ დავაგენერიროთ ის 4-ვე კადრი, რაც შეადგენს, თქვათ, მთლიან სცენას. ან შეიძლება სცენა ერთი იყოს და შედგებოდეს, არ ვიცი, 20 კადრისგან, მივყვებით ამას და დავაგენერირებთ 4-4-ხად, ხო? ესეც ერთ-ერთი მეთოდია მაგალითად production-ში იმისათვის რომ მიიღო მაქსიმალური კონსისტენცია, პერსონაჟის კონსისტენცია, იმის გარდა რომ კიდევ ასევე ცალკე ფოტოს აძლევ რომ აი ეს არის ჩემი მთავარი მსახიობი, ხო? ამ ანიმაციას სულ ცოტა ხანში ვუყურებთ. და მოდი გავაგრძელოთ აქ კიდევ რამაგ ჯერ მეოთხე სლაიდზე ვალ. ხო, რისი თქმა მინდა რა, პროფესიების ნაწილს ისევ რომ დაუბრუნდეთ. იმის და მიუხედავად რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავ გრაფიკული დიზაინერი, მაგრამ რა თქმა უნდა მაინტერესებდა კინოც, მაინტერესებდა მომიჯნავე პროფესიები. დღესდღეობით საშუალებას მაძლევს AI, რომ არ ვიყო მხოლოდ სტანდარტული გაგებით გრაფიკული დიზაინერი, არამედ ცოტა დავიბუსტო, ცოტა მომიჯნავე პროფესიებს გავეცნო, ხო? თუნდაც შეგიძლია ენობრივი მოდელი იმისთვის გამოიყენო, რომ გაერკვიო ვაფშე რა ხდება მომიჯნავე პროფესიაში, ხო?
და შესაბამისად მჯერა რომ მომავალში შეიძლება რა თქმა უნდა არ გაქრეს გრაფიკული დიზაინი, მაგრამ გრაფიკული დიზაინერი არ იქნება მხოლოდ ის ტიპი, რომელიც გააკეთებს რაღაცა სტატიკურ ვიზუალებს, ხო? იმიტომ რომ დღესდღეობით აშკარად ხედავთ, რომ даже AI-ის შექმნამდეც ხედავდით მაგის საჭიროებას, რომ საჭიროა უფრო მრავალფეროვანი ცოდნა გქონდეს სხვადასხვა რაღაცეებში, რომ აქტუალური იყო ბაზარზე უბრალოდ, ხო? და არ იყო მარტო რაღაც კონკრეტული ნიშ რაღაცის გამკეთებელი, რაც რა თქმა უნდა ცუდი არაფერი არ არის მაგაში, მაგრამ თუ გინდა რომ სამსახური ნახო ასე შემდეგ, საჭიროა რომ ბევრი ინსტრუმენტები და ხელსაწყოები იყოს შენ ხელთ, რა. როგორც აბსტრაქტული, ისე ჩვეულებრივი ფიზიკური ინსტრუმენტები. შესაბამისად ვფიქრობ, რომ პროფესიები არ მოკვდება, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება საჭირო, რომ ამ პროფესიებში ადამიანებმა მაქსიმალურად დაიწყონ AI-ის გამოყენება იმისათვის, რომ პირობითად გაეცნონ მომიჯნავე პროფესიებს და დაიწყონ იმის გაკეთება, რაც მაგალითად ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, ხო? მე ვარ გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ვზივარ ოფისში და მინდა რომ გავაკეთო პატარა ჩანახატი, არ ვიცი, რაღაც X თემაზე, ხო? რაღაც მაწუხებს, შეიძლება უბრალოდ რაღაცის გაკეთება მინდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მომავალშიც რომ დაიწყებთ პროფესიების არჩევას და ასე შემდეგ, ყოველთვის გაითვალისწინოთ ეგ, რომ იმ პროფესიით არ თავდება ყველაფერი და ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ არ იცის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რო დავბრუნდეთ რაღაც 100 წლით და 200 წლით უკან, ყველაფერს ქონდა რაღაც თავისი ექსპერტი, ხო? ერთი ტიპი ვთქვათ მიდიოდა ტყეში, რომელიც ხეს ჭრიდა, მაგრამ უნდა წაიღო სხვა ექსპერტთან, რომელიც ამ ხელს გამოთვლიდა და მე კიდე შეიძლება სხვა ექსპერტთან წაიღო იმისათვის, რომ იმას შეეღება და ასე შემდეგ, ხო? დღესდღეობით AI გვაძლევს კაკრაზ იმის საშუალებას, რომ ეგ მთლიანი პროცესი არ გაიაროს სხვა ადამიანებთან, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაინტერესებს და ეგ მთლიანი პროცესი გაიარო მხოლოდ შენ ინდივიდუალურად. მაგით რა თქმა უნდა უფრო მეტ ცოდნასაც მიიღებ და ასე შემდეგ. თუმცა ხშირად ძალიან ცუდი რაც აქვს AI-ს არის ის, რომ კბილის ექიმთან ვიყავი ბოლოს და ესეთი რაღაც მითხრა, რომ ერთი ქალი მოვიდაო და მეუბნებაო, რომ აი რაღაც ეს მითხრა ChatGPT-ն და შენ როგორ მეუბნები, რომ ეს წამალი უნდა დავლიო რა. და ანუ, რავი, არ შეიძლება ესეთი რაღაცეები რა. და ეგ რა თქმა უნდა უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, რომ ადამიანებს რატომღაც უფრო მეტად გონიათ, რომ იმის და მიუხედავად რომ შეიძლება იყოს ძალიან ბევრ თემაში ექსპერტი, გონიათ რომ всё, ანუ ეგ არის final გადაწყვეტილება და იმის მიღმა არც ერთ ექიმს არ უნდა დაუჯეროთ, ხო? და ეს დიდი ალბათობით ძალიან ბევრ პრობლემებს გამოიწვევს მომავალშიც. ამიტომაც ჩვენივე ასე ვთქვათ ვალდებულება, რომ მაქსიმალურად კარგად ვიცოდეთ, ვაფშე რა არის ეს მოდელები, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, ხო? რომ ჩვენ საქმიანობაშიც რომ გამოვიყენებთ, არ დაუშვათ მასეთი შეცდომები, რომ ბრმად ვენდოთ თქვათ იმ სტატისტიკას, რომელსაც მოგცემს და გავიმეოროთ მე ეგ სტატისტიკა, ხო? არასდროს არ უნდა მოვიკლოთ ცნობის მოყვარეობა რა. იმიტომ რომ ცნობის მოყვარეობა არის ის მთავარი მამოძრავებელი ტიპი, რომელიც ღამე არ დაგაძინებს და ერთი სული გაქვს, ან რაღაც გაიღვიძებ, ტელეფონს აიღებ და ნოუთს ჩაწერო, აი დილით რო გავიღვიძებ, არ დამავიწყდეს და გავიმეორო და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც იყავით flexible, არავინ არ ჩაგანაცვლებთ, ასე შემდეგ, თუმცა ხო, ეგ ყველაფერი მაინც თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ, რანაირად გამოიყენებთ, იმიტომ რომ როგორც თქვი, იმის და მიუხედავად, რომ ყველა ცდილობს, რომ გვითხრას, რომ მომავალი ძალიან ბჭყვიალა და ლამაზია და ყველა პრობლემას გადაგვიჭრის AI, არ არის სამწუხაროდ მასე. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს იმის გამო, რომ უარს იტყვის უბრალოდ ადაპტაციაზე, რაღაცებზე. და შესაბამისად, ეგ რჩევა მექნებოდა თქვენთვის, რომ არ იყოს არაფერი ისეთი, რასაც დასცინებს და იტყვის, რომ არა, ამას არ გავაკეთებ და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ როგორც კი რაღაცის დაცინვას იწყებ, აი მეცნიერებაშიც ხო ესე არის, რომ ხშირად არის მეცნიერებაში, რომ გამოდის ერთი ტიპი, რომელიც ამბობს X რაღაცას, რომელიც სიმართლე არის, მაგრამ იმ კონკრეტულ პერიოდში და ეპოქაში და მოცემულობაში ყველა მეცნიერი ეჩხუბება ამ ტიპს და ეუბნება არა შენ არ ხარ მართალი და ასე შემდეგ განდევნიან მაგ ტიპს და მე 150 წლის მერე აღმოაჩინე რომ თურმე მართალს ბაზრობდა ეს ტიპი, ხო? ამიტომაც ყოველთვის გქონდეთ ეგ ცნობის მოყვარეობის მომენტი.
და მინდა ესეთ პატარა ანიმაცია განახოთ, რომელიც ბავშვობიდან თავში მიტრიალებდა, თითქმის ალბათ ყველას გექნებათ ნანახი. და ყოველთვის მინდოდა ამ ანიმაციის რაღაც ფორმით ახლიდან გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან მოძველებული ანიმაცია და მალევე მიხვდებით, რომელ ანიმაციაზეც არის საუბარი. მადლობა. ხო, ეს არც ერთი დამკვეთისთვის არ გამიკეთებია, უბრალოდ მთელი ბავშვობა რადგან და ერთი შაბათი კვირა ჩაუჯექი და დავიწყე და გავაკეთე ეს ანიმაცია, ძალიან ემოციური ხო, დაჟმონტაჟის დროს იმის მეტირებოდა. ამის გაკეთება გრაფიკულ დიზაინერს ძალიან გამიჭირდებოდა, დამჭირდებოდა რა ვიცი საუკუნეები, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა, არა და უბრალოდ მინდოდა რომ ჩემთვის გამეკეთებინა და რა ვიღაც ადამიანებისთვის, ვინც მიყვარს გამეზიარებინა, ხო? შესაბამისად დღეს გვაძლევს ამ ყველაფრის გაკეთების საშუალებას, შეიძლება პირადი ბედნიერებისთვის გავაკეთოთ, შეიძლება მართლა დავეხმაროთ ადამიანებს, შეიძლება არ ვიცი, მილიონი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია და შესაბამისად ხო, წარმატებებს გისურვებთ. ასევე გავაკეთე აქ პატარა ამ სლაიდებზე არის პატარა რესურსების დაფა, სადაც გაგვთ ყველა პლატფორმა სხვადასხვა დარგებში და პირდაპირ შეგიძლიათ დაკლიკოთ, გაგიზიარებთ მე ამ პლატფორმას, დაკლიკოთ, გადახვიდეთ, გატესტოთ რაღაცეები და ხო, მადლობა დიდი.